არ ვითხოვთ ჩვენ დაგვალევინეთ წყალი. ახალშენის მოსახლეობამ პროტესტის ერთ-ერთი ფორმით გზის გადაკეტვით დღეს სასმელი წყლის მიწოდება მოითხოვა. მესამე კვირაა სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია წინა წლებშიც გამართეს და მაშინაც ურავლამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. თუმცა პრობლემა უკვე მესამე წელია კვლავ მოუგვარებელია. ახალშენის მაცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ. იმიტომ გადავკეტეთ კიდევ რომ არანაირი შედეგი არ გამოიღო ამ ამბავმა. გვეგონა დღეს ხვალ და იმედი იქნებოდა. თავისკუით უშვებდებით რომ საათობით, მაგრამ ტყუპა არ ივსება ფაქტიურად. შეამოწმეთ თუ გნებავთ და ვართ ისე უწყლო. უკვე გვაქვს კრიზისული მდგომარეობა. როგორ შეიძლება რომ ცხოვრობდე საქართველოში და წყალი არ ქონდეს? მოვითმეთ ამ იმას დღესაც და ნახავთ თუ მოვა კი ბატონო. თუ არა ჩვენ ჩავართ თბილისამდეც მივაკითხავთ სადაც კანონი. სასმელი წყლით ორი სოფელი ახალშენი და წყორძა უავლიდან მარაგდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წყალი ყოველწლიურად მხოლოდ რწვის სეზონზე უწყდებათ. მათი თქმით, ურავლის მკვიდრები ორ სოფელს სასმელ წყალს უკეტავენ და თავად სარწყავად იყენებენ. ამ ფაქტის გაპროტესტებას დღეს მეზობელი სოფლების მკვიდრებს შორის შეკამათება მოჰყვა. ურავლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალი მათ სოფელშია და ის ჯერ ადგილობრივებმა უნდა მოიხმარონ. წყალი იმდენი მოგცე რომ ვიარსებოთ. ზოგს 3-4 შლანგი აქვს შეერთებული და ერთი შლანგის უფლება ყველას აქვს. უავლესა და წყორძასა და ნოვასტროზე. ეს ვიღაცა რომ გამოხტება და თვითნებურად იძახის რომ წყალი ჩემია და თქვენ არ გეკნებათო, ეს მიუღებელია. ერთხელ და სამუდამოდ ან სასჯელი დაწესდეს რომ იმამ ეს ამბავი არ გააკეთოს, არ მიაერთეს. აბა ეხლა მე ვინმე დამარტყას ან მე დავარტყა, ხელა დამიჭერე. ყველა ლობიოს ძირზე შლანგი აქვს ზოგიერთ გაკეთებული. ურავლის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული არ უარყოფს, რომ სოფელში მოსახლეობას ერთდროულად რამდენიმე ონკანი აქვს და წყალს სარწყავად იყენებს. ბადრი ზაზაძე განმარტავს, რომ უაველში მონიტორინგს დიდი ხანია აწარმოებს, რომლის შედეგადაც აღნიშნულ ფაქტზე 8 ოჯახი გამოვლინდა. დღეს სოფელში უკანონო სისტემა კიდევ 10 ადამიანს ჩაუჭრეს. თუ ადრე გამოდიოდა ეს წყალი, საწავიდა, ასე იმედია გაიყვანა იმ რა მეორე წყალი. და მაგიტომ ეხლა ვიწყებთ უკვე დღეიდან ჩაჭრებს, ყველა ხალხი აქ არის, ახალშენის გამგებელის ჩემთან ერთადაა. უნდა ავიდეთ, მაგიტომ დილიდან უკვე აქ ვიყავით, რომ უნდა დაგვიწყო ეს ჩაჭრები და მოხდა ასეთი ისა, რომ გადაკეტეს ამ ხალხმა. ურავლის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის თქმით, სოფელში მონიტორინგი სხვა დღეებშიც გაგრძელდება. მისივე მტკიცებით, უკანონო ონკანის გაუქმების შემთხვევაში წყალი დაიზოგება და მას წყორძისა და ახალშენის მოსახლეობაც მიიღებს. ბადრი ზაზაძე აცხადებს, რომ თუ კი უავლელები ჩაჭრილ სისტემას აღადგენენ, მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.